საარჩევნო ტენდენციები არ იცვლება, ახლა ჩუღურეთში ვართ 30-ე საჯარო სკოლასთან, სადაც არის ორი საარჩევნო უბანი, 29 და მეორე საარჩევნო უბნები გახსნილი. აქვე ჩვენ რამდენიმე მანქანის მოშორებით დავაფიქსირეთ, რომ ერთ-ერთ ავტომობილში იჯდა რამდენიმე ქალი, 4 ქალი და მათ ვკითხეთ, რატომ იყვნენ საარჩევნო უბანთან და ხომ არ იყვნენ ოცნების კოორდინატორები, ხომ არ აკვირდებოდნენ ამომრჩეველთა მოსვლას და პასუხად მივიღეთ იგივე რაც მარიამ მაკასარაშვილმა კახეთში, რომ ისინი იყვნენ ექსკურსიაზე, იმყოფებოდნენ მცხეთაში, მათ შორის სალობიაშიც გამოიარეს და ახლა გვიმტკიცებენ, რომ არიან ისინი ჩუღურეთში მცხოვრებლები, აქვე მეზობელ კორპუსში აქვთ ბინა, თუმცა გადაწყვიტეს, რომ შემდეგი კვება კვლავ მანქანაში გაეგრძელებინათ და მანქანაში ჭამდნენ მათ შორის ლობიანებსაც. რატომ ხართ აქ მობრძანებული? ექსკურსიაზე ვიყავით და მოვედით და ჭამსაჭმელს. ექსკურსიაზე სად ბრძანდებოდით? მცხეთაში. რა ნახეთ მცხეთაში? სალობიაში გავიარეთ, მცხეთას ჯვარზე ავედით და მოვედით ახლა. და ახლა აქეთ ცხოვრობთ თუ გაჩერდით? არა, აქ ცხოვრობთ, აქ ძირფას. სახში რომ მასულიყავით და იქ ახლა ჩვენ აქ გვერდში ახლა ყველა სხვა რაგს ადგილი რომ დამიდარიყავით ამდენი ხალხი. ძიები, ხალხის ამ ნების კონტროლი ხომ არ ხდება? ხომ არ აკონტროლებს? ჩვენ პოლიტიკაში არ ვერთვებით შვილო. თქვენი აზრით ახლა ის დარღვევა არ არის? ჭამა? ადამიანების ყოფნა მანქანაში საარჩევნო უბანთან. მიცემი წავლენ. თუ უკვე მისცეს. ზოგ არა, მეხლა მიცემი ჩავლე, შეჭამი, წავლენ. ამორჩევლის ნების კონტროლი არის თუ არა 50 მეტრზე და 100 მეტრზე ნაკლებ პერიოდში თავს შეყრა. აი მანქანაში საჭმელს ვინ ჭამს? აი ასეთ ფორმაში ბატონო ექსკურსიიდან წამოსული ქალბატონი. აი იყვნენ მცხეთაში ჩამოვიდნენ ახლა თავის იმას დააფიქსირებენ და წავლენ სახში. რა დარღვევები გამოაჩინეთ დღეს საარჩევნო უბანში? აი შეგიძლიათ უბანში შევდგან. თქვენ ხომ არ სასწავლებელს წარმომადგენლები? მე არაფერი არ გამომივიდა. ძალიან მშვიდად, ძალიან წყნარად მიდის, ერთადერთი ის არის, რომ ნაკლები ის არის. ის არის ძალიან ცოტა ხალხი მოდის. იმის მიუხედავად, რომ ეს ადამიანი, რომელსაც ბეიჯი ჰქონდა და არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენდა, დღეს იყო საარჩევნო უბანზე დამკვირვებელი და გვიმტკიცებდა, რომ იცნობს ამ ადამიანებს, რომლებიც მანქანაში ისხდნენ და ამბობდა იმასაც, რომ საარჩევნოდ ხმის მისაცემად იყვნენ ახლა მოსულები. ამ ქალბატონებმა ისე დატოვეს ტერიტორია, რომ საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად არ შესულან.